ჩვენ ვართ მაფიაში, მე და გუ დღეს მე და გუ მაგარი თამაშობთ. მაგარი გეთამაშებია ხო? აი შენ ეს. გაიხარი რა. და დღეს გურამ არის პირველად მაფიაში. და ჩავაგდე. შევსხურეთ. ხოჭე პირველად უნდა რა გინდა? პირველად ხარ და პირველი ვეზე უნდა წაიჭიმო ძალიან ბრუტალურად. ჩემი ხელით. მე ვაპირებო შავი ვიყო. შავი იყო დღეს მეც ვაპირებ შავი რო იყო, მაგრამ ედიაში წითელი თვითონ თამაშობ, ამ წითელი თამაში. წითელი ზოგადად ზიზდე? ხო, ეგრე. აქ რუსულ სიტყვებს ვარ. ცხოვრებაში ხარ. ოთარ, მოდი პირველი ქართული პრემიალური ჩიფსი ვიტყვი. მადლობა გუ, ძალიან ზრუნველი ბიჭი ხარ და მოდი ჩემი ხელით რო ჭამო რა. საზღარი ეს მიზუნით რა. დრობრი გამოიწევა ასე. კარგი, აქ რაღაცა ქუდი უნდა დაგვიდონ და უნდა ვისაუბროთ ამ ქუდის შესახებ. ვაუ, რა მაგარი პრემიალური ქართული ჩიფსი ლუდისა არის. ძალიან მაგარი. მიდი ამოვიდეთ. ძალიან მაგარი. ჯის ქუდიდან ამოვიდეთ. კაი, ჯის ქუდიდან ამოვიღოთ აი ამ საუბარზე. დღევანდელი ჯითუს ქუდის თემა არის მაღვიძარა, რომელიც რაღაცა ცუდად გახსენდება შენ რაღაც ცუდად გახსენდება იქ მაღვიძარა ეს ბოლო პერიოდი მაღვიძებს და ქარლინჯები ალბათ მაგიტო. მუსიკა მაღვიძარა. არა, მაღვიძარა აბა იმ მაღვიძარა. მუსიკა მაღვიძარა ძალიან თესლი არის, გამომარჯოს არტისტ ვინც არის, მაგრამ მაღვიძარა ზოგადად ვეღარ იპოვე გურამ. რატო? Spotify-ზე არ არის, არსად არ არის. არ და ყველაზე მეტი ნახოზე არ არის. არ და ყველაზე მეტი ნახო ქონდა. ნახვა ქონდა, მაგრამ მე მაგ ჩაწერილი. ხო, სხვათა შორის რა შემიძლია ახლა გავაკეთო რა, მე რომ მომბეზოდეს ტეტრისის არხი. ბატონი გუ აედიტებდა ვიდეოებს და ეგ მაღვიძარა ადებს ყველა ვიდეოს ბოლოში. და მაგის გამო ხო, ყველა ვიდეო მაქვს შემოსული ჩემს იმ YouTube არხზე, რომელზეც მაგ დარეგისტრირებული არტისტი და შემიძლია ყველა ტეტრისის ვიდეო წავშალო. იცი? მაგრამ ტრეკია. პირველი მე ვთქვი შენ გევასებოდა და აი ძალიან კარგი და პოზიტიური დავა. ოდის გითხარი, მე მე სხვა ტრეკები მივასება შენ გამივასება. არა, მაშინ ხო გევასება. მაშინ ეხლა მაშინ შენ ჩაგაგ. ახალი თემა უნდა ავიღოთ. ჯითუჯის დღევანდელი ქუდის თემა არის კომპოტი. კომპოტი? კომპოტი გევასება, რომელი კომპოტი გევასება? ატმის. ატმის ომერის მევასება. და იმის ფეიხოს კიდე. ფეიხოს კომპოტი მევასება. მაგარია ძალიან გოუთი. ძალიან მაგარია. ხო, ატმის არ მევასება ისე როგორც. ფეიხოს გავიზარდება ვაფშე ბავშვობაში. ძალიან მაგარი არის. აი იმენა სულ მაქვს. რა სახში შანსი არაა რომ არ იყოს, მაგრამ ზოგიერთი კომპოტი არის იმენა, აუგონ არ მახსოვს რომელი რა. იმენ როსო. მე სენახში ვარ ცხოვრობდი, ფეიხოს ხე მქონა ძალიან. ხო, ვინც არის ის სენახში გაიზარდა ეს ბიჭეს. თავიდან შუა ქალაქელი ვარ, კეთილელი კი არ იყო. გაბოსული ქალაქელი ვარ, კეთილელი კი არ იყო. მე ცოტა 6 წელი ვიცხოვე თუ რაღაცა მეტი კი არა. აი, კომპოტი. ყველაზე კაი არის ფეიხოა. ფეიხოს შევთან ფეიხოს. ყველა ცუდი ომელია. ყველა ცუდი. აუ, შინდის არის ყველა შინდის არ დამილევია და მე მაგ დალეული შინდის არ მაქვს მე დალეული და არა ძალიან ცუდიც არაა, მაგრამ აი ყველაზე ნაკლები ზოგადად კომპოტი მაგრამ მე ვასწავლე, მაგრამ ყველაზე ნაკლებად ხო არის მაგაცო. მე და შინდი? ხო. არა. ხო და შინდის და ბოდიში რა ბიჭებს ნაპატიეთ რა. გამარჯობა, დაუბრუნდი. არაფერს არ დაბრუნებულ ხარ, უბრალოდ სიტყვები არის მეგობრებო, აღეჯეროთ. მოუწია, ძალით მოუწია, მოკლედ რო იცოდეთ დაბრუნება. მე ძალიან ბევრი ვითხოვე რომ ჯითუჯი, კაროჩე, ტვინი წამიღო მეთქი რომ ძალიან გთხოვ, მოდი და რაღაცა პატარა გადაღებაზე ერთად რომ ასოცირებულები ვიყოთ და ხალხს ვაჩვენოთ რომ არ დავცხეთ ერთმანეთს და რაღაცა კიდევ ურთიერთობა გვაქვს შემორჩენილი. მადლობა პირველ რიგში მოწვევისთვის და არც არ მაქვს ნათამაშები, გუშინ ვითამაშე პირველად და ძალიან მომეწონა სხვათა შორის მინდა აღვნიშნო და დღეს ვარ მოსაგებად მოსული. არ დავინდობ არავის. განსაკუთრებით მე მუქრებოდა შავებს. რომ პატარაზე რო გაღვალთო იქ შარვალს ჩაგხდიო. ეგრე მითხრა. მე არ ვიჯერებ მაგ ყველაფერს რა თქმა უნდა. მე ძალიან კორექტიული და პატიოსანი კაცი ვარ. დღევანდელი ჯითუს ქუდის თემა არის მეფეები. ოჰო. ეს მეფეებზეა საუბარი ალბათ ჩვენ რო გადავიდეთ. ორი ქართველი კაცი რომ მოგვიყვანეს მეფეებზე სასაუბროდ ძალიან კაი. ალბათ იცით ხო რომ მე წარმოშობით ასურელი ვარ. ბექა ხუთი ასურელი მეფე რო ჩამოგვითო. ჩერქეზი და ჩემი სამეფო ძალიან დიდი ხნის უკან ჩამოინგრა და ამიტომ გამოვიქეცით საქართველოში შევაფარეთ თავი. ჩვენ უფრო ტოვლილებში გავდივართ, კი. მაგრამ მეორე მეფის საკითხი რაც შეეხება რატო დაიშალა ეს ამბავი ბიჭებო რომ გაგვიზიაროთ. ტეტრისის ამბავი და ტეტრისი ბენიმ დაშალა. მეც ვეთანხმები ამ თემას, რომ ნამდვილად ბენი იყო ის ამომავალი წერტილი, რამაც დაშალა ჩვენი 4-ეული მეგობრებო და თორე დღეს ალბათ მეფე და ვეზირის კონტენტი აუცილებლად გაგრძელდებოდა აქტიურად. აუ კიდე გვინდა წლის დავიცდა ხავს.
ცოტა ხარ. ამოიღე. დღევანდელი G2-ს გუდის თემა არის ტიტანიკი. გაქვენ ნანახი? ტიტანიკი. მე ვიტყოდი რომ ერთ-ერთი საუკეთესო. მომიყარი ტიტანიკს. ეხლა რამე რომ გადავყლაპო ხო შეიძლება, არა? ტიტანიკი არის ტეტრისი რა, ესე თუ შევადარებთ, მხოლოდ რაბანა გადარჩა. ჩაძიროს შემდეგ. აგეკი არის, როუზი ვარ. არა მოქსი მაღლა და ჩატოვე წყალში და ჩაიხრჩი, ჩავირჩე და აგვეცა. მაგრამ როგორც ხვდები, თურმე არ არის ის ამბავი. თლად მასე მარტივი აღდგა ადამიანი, არე იყო, მოვიდა ისევ ჩვენთან და ძალიან გვიხარია რომ ჩვენ გვერდით გახარ ბექა და ვიცი რომ ამის იქით აღარსა და აღარადროს გამოჩდები. დღევანდელი ჩვენი დავალება. მომენტი. გვითხარით სამი ძლიერი მიზეზი, რის გამოც დააბრუნებდით ტეტრისის არხს. სამი ძლიერი. მე ერთს და უძლიერეს ვიტყვი რომ არ დავაბრუნებთ ტეტრისის არხს. და შენ თუ გინდა სამი ძლიერი მიზეზი სამი ძლიერი ისეთი საკითხია რა. არ დავაბრუნებთ ხო მეც მაგას ვფიქრობ. მეორეც ეს იყოს. ნუ გეფანტება გონება ისაუბრე. მესამე მიზეზი ისეთი მყარი არგუმენტი. აი, მოდი ორი ხო თქვით, ორი თვლით იმას რომ არ დაბრუნება. და ალბათ თუ ოდესმე დაბრუნებაზე იფიქრებდა ტეტრისი, ერთადერთი დაბრუნების გზა იქნებოდა ის, რომ სრულიად სახეცვლილი ტეტრისი იქნებოდა და არა ის, რაც აქამდე ხალხს ახსოვს და თუ ის არ იქნებოდა, რაც თქვენ გიყვარდა და რაც თქვენ ასე ძალიან გინდათ რომ დაბრუნდეს, მაშინ არ მგონია რომ გინდოდეთ რომ რეალურად დაბრუნდეს. ცოტა ისეთი ის არის ჩახლართული სიტყვებია, ვიცი, მაგრამ კითხვაზე მიხდი პასუხი. არა, რა გინდა? მყარი მიზეზი არ არსებობს რა, რომ დაბრუნება, მაგრამ თუ დაბრუნება სახეცვლილი და სახეცვლილი არ ამგონია ხალხს მოეწონა. გასაგები, მე მივხვდი შერის თქმას გინდა და რა გავაკეთო? ლუდისას ჩელენჯი ბექას. ნულოვან წრეზე თქვი, რომ მოქალაქე ხარ და იმედია ქალაქი მოიგებს და აქაც ბენის გამო არ დაიშლებით. თუ შეასრულებ 300 ლარს მიიღებ ლუდისასგან. მარტივად. მოიწონეთ ვიდეო, გამოიწერეთ G2G-ს არხი, რადგან მე უკვე ჩემსას მიღწეული ვარ და არ მჭირდება გამოვწერები. მოგესალმებით მეგობრებო, ჩემთან დღეს სტუმრად არის ქიმერა, მოგესალმებით ქიმერაო ხარ ჩემი ძმა. და მოკლედ გილოსავ მაფიაში პირველად გამოდიხარ და ძალიან ასწორებს. ანუ მე უკვე ჩემპიონი ვარ და დღეს იმედია მოვიგებ და გადავალ ფინალში. და შენგან გასხოვებით მე გუშინ არ მოსულ ვარ და არ მითამაშია კი, სატესტო. მე სხვათა შორის გუშინ ვიყავი მოსული ფულუმ მაფიაში, ვითამაშე სატესტოდ, ძალიან მომეწონა რა. უბრალოდ მაგას ნერვიულობდი და იმედია ანუ დღეს დარხეული აქვს ჩვენ ძმას. არ ნერვიულო, მე შენთან ერთად ვიქნები და აუცილებლად პირველ ღამეს გაგაგებ. მომეშვა რა. ძალიან კარგი. დღევანდელი G2-ს ქუდის თემა არის, მე ქართულად კითხვა არ ვიცი და. შაფრმა. შაფრმა. რა არის შაფრმა? როგორი შავრმა გისწორდება მაგალითად? ნაკლები რკინით. ესე შავრმაში ყველაზე უცნაური რა შეხვედრია? რა შეხვედრია? ესეთი ისტორია არ მაქვს, მაგრამ საკუთარი კბილი მოვიტეხი და მაგას ხვეჭავდი და მე შავრმეს ვეჭხუბე, ეს რა არის მეთქი? ანუ მე შავრმის კბილი გეგონა? ხო, და მე ენით მოწვირა ჩემი კბილი ყოფილა რა. ენით მოწვი. ხო. დღევანდელი G2-ს ქუდის თემა არის 3-1-ში. მე ზოგადად ყავას ვსვავ 3-1-ში. 3-1-ში ვიყენებ შამპუნებს მე მაგალითად. 3-1-ში მაგალითად პირსახოს იყენებ ცალკე სიტყვაზე თავისთვის, ტანისთვის, ტრაკისთვის. კი, სამს ვიყენებ. ეხლა მივდივართ მაფიის სათამაშოდ და ძალიან დიდი იმედი მაქვს რომ მოვიგებ. იმედი მაქვს მაფია არ მოვიგებ, მაშინ ერთგულში ვიქნებით აუცილებლად. კი ბატონო, გაიხარე შემოგევლეს. იმედი გაქვს რომ მაფია არ ამოგივა? კი. ანუ მე მოვიგებ, იმიტომ რომ მე აუცილებლად დონი უნდა მომივიდეს. მოგესალმებით მეგობრებო, მე და სლენდერა ვართ, მოკლედ ლუდისას ოთახში და რაღაც გარკვეულ ჩელენჯებს ავიღებთ აქ და პლუს ამასთან ერთად რაღაც საინტერესოებებს შემოგთავაზებთ. თაღონ ჯერ ბექაც მოგესალმებათ. მოგესალმებით, მე ვარ სლენდერა, იგივე დამრიგებელი, იგივე მაინერას გვერდზე მყოფნი და ის არა ქვია, არ ვიცი რას ვაკეთებ მართლა. ერთი შვილის მამა ხომ? ჯერჯერობით. ჯერჯერობით ერთი შვილის და მე ვნახოთ რა იქნება. შემოგთავაზებთ საინტერესო ინტერვიუს.
შეგრძნებები მაქვს როგორი, ვიცი რომ ძალიან სწორად ვითამაშებ, ეგეთი მოლოდინი მაქვს, მაგრამ აღმოჩნდება რომ კარგად ვითამაშებ, იმიტომ რომ სატესტოებზე კარგად ვთამაშებ ხოლმე, რა ვიცი, იმედი მაქვს. მაინერა კიდე ვიცი რომ კარგად ითამაშებს. მე кайხანია სლენდერასთან ერთად არ მითამაშია და სლენდერა ხო დამრიგებელია. და მგონია რომ იმდენი თამაში აქვს ნანახი რომ ყველა ვარიანტში ბევრად უფრო გამოსტილი უნდა იყო ვიდრე ბოლოს რო ვითამაშე შენთან და ბოლოს რო ვითამაშე შენთან ესე თამაშობდი. ეხლა ესე ითამაშე. მადლობა. ცოტა გვიან მოდის ხოლმე შემამდე ეგეთი რაღაცეები, მაგრამ ხო იმედია კარგად ვითამაშებ რა. ძალიან მინდა რომ მომივიდეს საერთოდ ესეთი როლი რა დეტექტივი. ძალიან უცნაური არ იქნება ეხლა შენც რომ როლები არ გეცოდინება არავის. ისე ხო სუიცი. ანუ უცნაურია, სადასტოებზე რომ თამაში შეგრძნება ისეთი არის რა, ანუ აი ეს შეგრძნებაა თურმე ეგეთი ვარ ხოლმე რა. აი ვინ დაარიგებს როლებს შენს მაგივრად? Dark Flash-ი. აუ, ჩე. ძალიან ესე უნდა დაარიგოს, უნდა ძნელია ეს საქმე რა. ანუ ძალიან ძნელი საქმე არის, როგორ უნდა დაარიგოს, აი უნდა მოიხდინოს ხოაზე ხარ, ანუ თავისი საკეშხი მაგ დარიგებას, ანუ მე შეჭმული მაქვს ეგ პროფესია. ანუ ედიტორიდან მონაწილიდან MVP-მდე და MVP-დან დამრიგებლამდე სერიოზული პროგრესია. ესე იგი ამოვიღებ G2-s ქუდიდან ექსკლუზივად რომელიც ახურავს ხოლმე და რომელიც ოფლიც არის ახლა შემორჩენილი მანდ თემას ამოვიღებ ახლა მე და მოკლედ თემა იქნება ჟელიბონი, სხვათა შორის ჟელიბონი უყვარს ჩემს ძმაკაც, აი ძალიან რომ მიხვალ მასთან სტუმრად უნდა ჟელიბონი მივიდო რა იმენა. მაგრამ როგორი ჟელიბონი იცი? არ უნდა იყოს კონკრეტულად ყოწახურის გემოთი. ყოწახურის გემოთი ჟელიბონი სად გაგიგია? აგეგია, ჩამოუტანე ერთხელ იმიდან რა ქვია. პოლნეთიდან ჟელიბონი და ძალიან არ მოეწონა. მეც გამიძრე. მე ჟელიბონი ყველაზე უცნაური რაც გამიგია იყო ის Go Let's Play რო სინჯავს ხოლმე რაღაცა 7 მილიარდის კოვილით და მთელი ამბები. ეგ ჟელიბონი საერთოდ გამოგაიგე მაგას მო. სოციო ჟელიბონი არ მიყვარს მე. ჟელიბონი ვის უყვარს? იმენა რაღაცნაირი. ძალიან ტკბილია. რაღაცნაირი. საშიშია, მაკარონებით. რეფერენს ბევრი ვერ მიხდება, მაგრამ ეს კიდე რაღაც პატარა და თან შეიძლება ცხარა შეხვდეს. მაგრამ ბიჭო რა შევჭამდი, იცი ჟელიბონი არაა, მაგრამ ჰარი პოტერში რო არის რაღაც კამპეც რო იღებ, ოღონდ რომ აზე რო არ ახარ ისი გემოა. აუ რა პიზდეცი იქნებოდა ბიჭო. ძალიან მაგარი რაღაცა იქნებოდა. ანუ წარმოგიდგენ რომ იღებ მწვანეა და ჭაობის გემო რო აქვს რაღაცა. იმას შევჭამდი რა ქვია, ის ჩელენჯი არ გამიკეთებია რაღაცნა ჟელიბონები რო არის და ზოგს რაღაც იმის გემო რო აქვს რა ქვია, სკინტის და რაღაცეები. ხო, ეგა იგივე შინაარსია რა. ხო. დღევანდელი G2-s ქუდის თემა არის რაზვადნოი? ეგ ჩემი თემა. რაზვადნოი კლუჩი ჩემი თემა არის, მოგეთ მანქანაზე ხო ვმუშაობ რა და რაზვადნოი კლუჩი რამდენიმე ნაირი რა. არის ტრეშოტ რაზვადნოი, მეორე ზავადნოი. მესამე ზავადსკოი. ზავადსკოი ძველი რუსულები რო არის. რაზვადნოი არის სუფთა ქართული შენს მობას ვიცი. რაზვადნოი არის ქართული მე. მოდი სიტყვა რაზვალიდან. ქართულად როგორ არის ეს რაზვადნოი? გახსნადი? არა. გაშლადი. რაზვოდ, გაშლადი. რაზვოდ. ხო, დაშორებადი. განშორებადი. განშორებადი კანჩი. სახრახლისი არა? სახრახლისი არის სატრიორტყა. ბაზარი არა. და ხო ის მიაქციეთ ყურადღება იმ ამბავს, რომ ეს უცხოური ტერმინები არ გამოიყენება. #ილაპარაკეთ ქართულად. და ისე რო რამე თუ არ მოგწონთ განშორებადი სახრახლისი, კი არა და რა იყო? კანჩი. თქვენი ვერსიები გამოუშვით. ხო, კითხვას რაც შეეხება მე მგონი კარგად წავიკითხე. მეგობრებო, ლუდისას ჩელენჯი მე, ანუ მაინერას, ნახოთ, აუ ეს როგორაა, ვინც ეს ჩადო იმას. ნულოვან წრეზე შენ სიტყვით გამოსვლაში გამოიყენე მინიმუმ 3 Minecraft-ის ტერმინი და მიიღე 300 ლარი ლუდისასგან. მადლობა ძალიან დიდი ლუდისას. შემიძლია რომ არა 3, არამედ 10 სიტყვაც გამოვიყენო, ოღონდ თუ 1000 ლარს გახდით. კაი ჭანდაბას იყო 300 ლარი. ესე იგი მე ვარ პატიოსანი ვილიჯერი. ხო, რაღაც ეგეთი უნდა გავაცნო რა. უეჭელი. არა, ბიჭო, შემიძლია რომ აი როგორც დინამოს ექიმა შეაფასა რა, მოთამაშეები ფეხბურთში. ოურების მიხედვით რა, ვიღაცა იქნება ოქრო, ვიღაცა ის და ვიღაცა ეს, ხო. მე მხრობი. ვიცი ეგ, მაგრამ მე დეტექტივი ვიქნები ყველა ვარიანტში. კი. აუ, შენ აღარ არიგე, ბიჭო. ვეღარ ცე. მოიცა, იმა ხო იცი ჩაწყობა. ალბათ რა. ხო, რავი. ნუ მოკლედ სულ ეს იყო. გამარჯობა YouTube-ის ფანებო, მე და რობერტო მოგესალმებით OG იუმორისტები. მე უკვე წამოვედი მაქედან და დაბერდი. მე ვარ პოდკასტერი უკვე. მე ისე მე არა ვარ ჯერ. მე პოდკასტერი ვარ. უი, ხო, შემახსენე პოდკასტი მეც. შენ ხარ პოდკასტერი, კი. ბიჭო. გამიღადა. ანუ ტიპმა, ანუ ვერ მივხვდი.
რიპი პოდკასტერია, მაგრამ არ იცის რომ პოდკასტერი. ბიჭო, იცი რატო ჩემ გადაცემას პოდკასტს არ ვიძახი. ჩემ გადაცემა არის მაიმუნობა, ინტელექტის გაცემა და მხიარულება რა. პოდკასტს არ ვიძახი ჩემ გადაცემას. პოდკასტი არა, შენი. მე მივიღე სხვათა შორის ინტელექტი ძალიან. ჩემი უნდა ხო? მე შენ გადაცემას და იმის მერე დავდი. ხო, თავაწეული. განათლებული. ძვო რა გიძ. კაცის კროვნები. შეგიძლია 100 ლარიც მიიღო და ჩიფსებიც. დღევანდელი G2-ს ქუდის თემა ნაჯახი. ანუ მე ვიცი მეგობრებო რომ G2-ს დღევანდელი ქუდის თემა ნაჯახი უნდა თქვა, მაგრამ ითხოვენ რომ თქვა დღევანდელი G2-ს ქუდის თემა ნაჯახი. ნაჯახი. გაპობა. კი, ნაჯახი გაპობა. რა გაგი ბოლოს რა გააპე? ვინ გააპე? ვინ არა, უფრო შეშა. შეშა გააპე. უფრო ხე. ფილმებში რო ახლა ხო იცი? ხესავითაც ხო შეიძლება იყოს ვინმე ვისაც აპობ. კი, გასა. ტანსე მოთ შესავით იდო. შიშველი ბიჭები რო კუნძებს აპობენ ხოლმე. ეგ შეგიძლია გააკეთო? კუნძებს რო აპობენ? ანუ ერთი დაწყვეტა კუნძს აპობენ ესე რა. კაპიტანი ამერიკა რო შევა. შემილი, კაი ნაჯახი უნდა. ანუ მე ფეიქი მეგონა ეგ ყველაფერი. არა, მართლა იპოვა. მართლა? კი. საღოს. გავაპოთ, აქედან რომ გავალ გავაპოთ. აუ, ნაჯახზე პირველი ასოციაცია რა მოგდის? ნუ ალბათ ის ხო ეშე რას ახსენი, რა რომ გააპო და ზამთარი რა. მე რა იცი? ჩვენს ბავშვობაში იყო რვეულები თუ გახსოვს პირველ მეორე კლასში. მელია რო იყო ნაჯახი რო ეკავა ხელში. გახსოვს? ჩიტის ბუდე იყო და ხის მოსაჭრელად მიდიოდა რომ ეს ბუდე ხე მოეჭრა რომ ბარტყები შეეჭამა ჩიტის და მე ტრამვა ხوار დაგიტოვა. ბიჭო ძალიან ცუდია მართლა დედას გეფიცებით. პირველ კლასელის ბავშვის რვეულზე ახატია მელია ნაჯახით რომელმაც მოჭრა ხე და შეჭამა ბარტყები და ანუ ერთ-ერთი მიზეზი ეგ არის ხო? რო აგრესიული ვარ. ხო? ბიჭო კი. შეიძლება არ არის გამ. მე არ მახსოვს ესე არა. მაგიტო ხარ ბედნიერი მამანი. არა. მე სხვა ტრავმები აქვს. შენ შუქი უკრებოდა ძმას. შენ სიგუას დამსხორი გაქვს შენ აჭარ. ბიჭო 30-ის. შენ პატარა ხარ. მე ომები მაქვს გამოვლი. სიგუას დამსხორი ხარ მონოს. დაბომბები და G2-ს ქუდის შემდეგი თემაც ხელი ძაღლი. შენ გაგისწორდებოდა, ხო? ვიცი რომ შენ რა გაგახსენ? ეს აუ მაგარი სიმღერა იყო. მაგარი საუნდტრეკით, რამდენჯერ გაქვს ნანახი სეზონი? სეზონი კი არ მთლიანად სერია. ერთხელ მაგ ნახე თავი დროზე და აღარ მახსოვს, მაგრამ იცი რომელი მომენტი მეტია რა. შენ მეგონა შენ ხელძაღლოლოგი იყავი. ბიჭო რაღაც მომენტი. მე ის მევასება, შენ ხო გითხრენ? გითხრენ. არა, ბევრი ისეთი მომენტია. მე იცი რომელი? Lady, hear me tonight. Cause my feeling რა ესა კათამაზე როზის და სიტყვები რო ეშლება. კარგი სერიალია სხვათა შორის ჩამთრევი რა. სამჯერ მაქვს ნანახი. აუ, ცხელი ძაღლის სახეობებით რო ჩაატრონ მაფია რა მაგარი იქნება. კი, კაი იდეაა. აუ, ოღონ თუ მოვლენ, აი მე ჟანრი როლაშვილი როზის და კაცო, დეტექტივი ვარ. აუ, რა მაგარი იქნება. ეს ჩათლახი ესა. რა, კათამაზე რო მე უფროსო, აუ მაგარი იქნება ძალიან მაგარი. კათამაზე რო აღმოჩნდა შოგუნი. აუ, კათამაზე შოგუნი როგორ მოუხდება. აუ ძალიან კარგი. და ლექსო მაფიოზ. მარჯვენა ხელი. აუ ძალიან კარგი იქნება. კაია, კაი. აღარ რამოდენიმე გარდაცვლილი ამ სახეობები ძალიან კარგი სახეობები სხვა შორის ვერ მოვლენ, მაგრამ აგერ ელოშა დაждდება რომ ეს მაგიროთ. კაი, ოკეი, მომეწონა. წავიკითხო. დაურეკე მასხულია სან შეროზიას და სთხოვე რომ შეგირიგდეს. ვაიმე. ეს ხა თანხის გარეშე ეს. რაღაცა მილიონის ბაზარია. ანუ ესე რაღაცა გადაცემაში მოვედი და თემა რენდომად რაღაცა მოვიდა ეგრე არა. ეს ძალიან დიდი ეს არის ჩათვალე როგორ იცი საქართველოს გაერთიანება. ეს არის 100,000 სპეშალზე უნდა გააკეთო ეგეთ. 100,000-ზე მილიონზე. გოლდენ ბატონი ჩამოგივესერე კა. აი 100,000-ზე არ ვიზავდი ამას ჩემახსე რა. მართლა. გამოიწერეთ სხვათა შორის 100-მდე უნდა ავიდეთ. ასე ხო ხარ ბიჭო. არა ჯერ. ხალხ შეპიდი რომ 100,000 სპეშალზე მასხულიასთან ერთად ჩაწერ ვიდეოს. და ახლა აი არაკაცი ვიყო თუ არა. ანუ წინააღმდეგი რო გამოვიდეს რა ვქნა. ბიჭო შენ დედამისი რო გამოენთოს. აუ დედამისიც გაიჭირა. არ ვაგებ პასუხს ვერ ვაგებ. მოდი თქვი რომ შენ ყველაფერს იზავ რომ მასხულია შეროზია კიდე შეიძლება. არა შეროზია ყველაფერს კიდე
მაყურებელს მიეცი. შენ უზიავდი. შენ უზე კარგი ბიჭები. მაგარი ჩავარდა ისე, ხო? რაღაც აღარ არის აქტუალური. ხო, მაგრამ ეხა შენთან ეგეთი ბიფი არ აქვს მას ხულიას რა. ხო, არა, ეგეთი არა. მაყურებელს მიეცი პირობა, რომ შენ ყველაფერს შეეცდები, რომ მას ხულიასთან ერთად ჩაწევო ერთი. ანუ ბიჭო, აი ნახე როგორა, იცი, დაჟე ახლოს რო იჩითება ერთ შენობაში, რომ გავიჩითოთ პანიკა ხდება, რაღაც პატრულებს ურეკავენ და რაღაცა იძახებენ რაღაცეებს და რა ეგეთი მარტივი არ არის რა. შეროზია, ხომა შეროზია. ჯერ არა მაგ დაწერილი, მაგრამ ნუ რა ვიცი. რა უცნაური ესე პირველად ხედავ მეგრელების ჩხუბს. რატო? არ მინახავს მეგრელების ჩხუბი. არა, სერიოზულია. რა, ნუ სხვა მეგრელების ჩხუბი გახსოვთ ზოგადად? ერთმანეთში არ ჩხუბობენ თუ ის? სად როდი ჩხუბობ შეჩემა? შენ და ვინა ერთმანეთის გატანა აქვს? ხო, პირველად ანუ მე სხვა მეგრელი დუეტი დაწერეთ ვინ ჩხუბობს მეგრელო კომენტარებში ძალიან მაინტერესებს მართლა. ვინმეს თუ გაგიგიათ მეგრელს ერთმანეთში ჩხუბობთ? ამაში რამდენ სიხდით რავი, ასეთას კასპეშალს შევიდი ხალხს. რა, მასხური. კაი, ვეცდები, კაი. ასკაზე ვეცდები. ანუ მე ჩემ მხრიდან რაღაცას ვიზავე ხარ. გამარჯობა. მე ვარ MC დიქცია და დღეს მოვედი მაფიის სათამაშოდ. ერთხელ მაქვს ნათამაშები ამ ახალი წესებით, რამდენიმე დღის უკან სატესტოზე ვიყავი მოსული და რა გამისწორდა რა. მოვიგე სხვათა შორის. და ეხაც იმედი მაქვს, რომ დიდი ხანი მაინც დავუშვები მაგიდაზე. მოგესალმებით. მაფიას უყურებ ხოლმე, როცა თავისუფალი დრომა ყოველთვის თვალს ვადევნებ. მომწონს ეგ თამაში. G2-ს ვისნობ, ასე თუ ისე. Razgrins დაუდგა გვერდში როგორც მახსოვს რა რაღაც პრობლემები ჰქონდა და ნათიამ ნახატი დახატა და მაქედან გამომდინარე რა G2 მიყიდა ეგ ნახატი გვერდში დაუდგა და მაქედან ვისნობ G2-ს და პატივისცემა გვერდში დგომა ჩემგან ამ პროექტს ვაფასებ მაფიას უყურებდი უფრო აი ძველი წესებით რო იყო მანიაკი რო იყო რა მაგ დროიდან უყურებდი ასწორებს ახლა მონაწილეობას ვიღებ საბედნიერო ჯიური არ არის აქ და შესაბამისად ვფიქრობ, რომ შევძლებ ბოლომდე გასვლას რა. Sky-სთან კიდე ბეთლი მაქვს, Cherry PvP-ზე, მე ახლა აქ მაფიაში. მაგრამ დარწმუნებული ვარ, ყველაფერი კარგად ჩაივლის რა. აი, ამას მოვაგებინებ ჩანდაბას. დღევანდელი G2-ს კუდის თემა არის შენ. მე? დინამიტი. დინამიტი? დინამიტი. რას ვფიქრობ დინამიტზე? დინამიტზე ვფიქრობ, რომ ბაზუკას ჯობია. ხო. ვიკამათებდი. შენ რას ვფიქრობ? ბეჯარ დინამიტი უდაოდ ძალიან თესლია რა. Flow-ზე ალბათ საუბარი ხო? ახლა დინამიტი ისეთ ყოველად ვერ მოხდებოდა. ახლა დინამიტ flow და ბაზუკა flow. მე ვაფშე მაგაზე ის მქონდა რა, დალაგებული რომ მეთქი დინამიტი ხომ მქონდა თქო, მე ბაზუკა რაღაცა მე ნახევარ ფინალში კიდე რაღაცა და ფინალში მეთქი virtually flow თქო რა, ხო ასე ხარ, სულ რაღაცა bomb flow ხო არის და მაგაზე მქონდა ეგ მოფიქრებული რა. აი მე ვფიქრობ მაინც რომ აი დინამიტი უფრო ჩუმია ხდები, უფრო თესლია რა, იმიტომ რომ ბაზუკა აიღეს რომ აბსოლუტურად დედა მოიტყა. არა, დინამიტი იყო უფრო გაბრაზებული და ბაზუკა იყო უფრო ახლო ადამიანთან შესაბამისად უფრო ისეთი იყო რა, silencer-ი ეყენა რა ბაზუკას. ანუ ახლო ადამიანებს ბაზუკას ეშვი ხოლმე? აი, დღევანდელი G2-ს კუდის თემა არის აპოკალიფსი, რას ფიქრობ აპოკალიფსი? აპოკალიფსი დინამიტამდე თუ დინამიტის შემდეგ? როგორც გაგისურვება. აპოკალიფსი ცოტა ის არის რა. უცნაური თემა. იმიტომ რომ საბოლოო ჯამში ნონსენსამდე მივდივართ. ანუ ნიჰილიზმთან არის კავშირი, ხდები? ხედავ მე შემიძლია პანჩლაინების წერა, მე მაქვს საკმაოდ გამოცდილება და გონება მიჭრის. ხო, მოკლედ რა. აპოკალიფსი. შენ რას ფიქრობ? მე ვფიქრობ, რომ გაასწორებდა რა. ეს პოჭი გაასწორებდა აპოკალიფსი. ანუ აპოკალიფსში რა მოიაზრება, მაგასაც გააჩნია. ახლა აპოკალიფსი რა თქმა უნდა ისაა, რომ რაღაც მსხვერპლი მოყვება, ხო, აპოკალიფსი ასნია. მაგრამ მაგას მოყვება კიდე რა, ნებისმიერ რაღაცა დამანგრეველ რაღაცა, ცუდ რაღაცა და ბოროტებას მოყვება ის, რომ ხალხი ერთიანდება რა. ანუ არის რაღაც ის თემა, რომ ანუ რთულ დროს ხალხი ერთიანდება და შესაბამისად აპოკალიფსი ეგ პლუსი აქვს, რომ აპოკალიფსი უოჭველი გაგვაერთიანებს შესაბამისად გაასწორებს. და იქნებ აპოკალიფსი ისე მოხდეს, რომ თვითონ ხალხმა დაიწყოს ერთმანეთის დაჭრა. რანაირად ხო? რაუ. აი მაგალითად ხო, მაგრამ ეგ ზომბი ადამიანი ხო აღარა? რა ვიცი. მაგაც. დავალებას ქაიროს წერილი სანტასგან. ჩამოთვალე სამი მიზეზი, რის გამოც უნდა წაგიგო ბეთლი.
ალბათ იმიტომ რომ ხმის პრობლემა მქონდა, აღდგენა ვერ მოვასწარი და რაღაც მომენტებში დამეტყო. მომენტები მქონდა რომ სუნთქვა არ მეყო და ტექსტი ჩავყლაპე რაღაც მომენტებში და რა ვიცი. არ ვიცი, მესამე არის. ლირიკა ალბათ. შეტევა ოპონენტზე ანუ ხო ძმურად მივდექით ორივე ბეთლს და ანუ Sky-ს დაფასება ჩემ მხრივ მაგ თემაში რომ ისეთი რაღაცები არც ერთმა არ ვიკადრეთ, რაც ანუ ტექსტს რო წერდით, არც ერთმა არ ვიკადრეთ ისეთი რაღაცა, რაც ანუ გულში მოხდებოდა მეორე. მაგით ტოვერწლები ისევ თესლიც მაკაცები. იასნა. ანუ ისეთი რაღაცა არ გავაძრეთ, რაც ანუ ხო ვიცით ახლა ორივეც შეგვეძლო ერთმანეთზე ისეთი რაღაცის გაჩითვა, რაც ანუ ბეთლს მოგვაგებინებდა კი არა. კიდე ბევრად მეცაც იზავდა, მაგრამ არ ვქენით. და ობიექტურად ლირიკა ალბათ რა, ანუ ლირიკის დალაგებულობა, პანჩლაინების სიმწარე და ანუ სადურტყავ ეგ თემა რა. მაგრამ Sky იყო ძალიან მაგარი, ჩემი აზრით. მადლობთ. მაგაში ვერ დაგეთანხმები, მაგრამ ნუ მისაღებია, იმიტომ რომ საბოლოო ჯამში მაინც გემოვნების ამბავია. ვინ მოიგებს ფინალს? აი მიშასთან ძმაკაცობ და Sky-სთან ძმაკაცობ ამ სეზონში დარწმუნებული ვარ მიშას არ ეწყინება ორივეს გულ შემატკირო ერთნაირად, მაგრამ ჩემი ობიექტური აზრით Sky მოიგებს ალბათ რა. Contra for life. Sky's banda.